რომ დაუშვათ ბავშვები რაღაცას ფლაგ არის სწავლობენ 10-ის ფარგალში 5 წლის ასაკში ან რაღაცა ასობგერებს სწავლობენ ამ კითხვას. მარტო ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ 35 წუთიან გაკვეთილზე ბავშვი ამით დააინტერესო. მარტო ეს არ არის საკმარისი. ბავშვი იღლება, იქ წამოხდება დარბის, ვერ იკავებს თავს, რომ მობილიზებული იყოს გაკვეთილისთვის და ეს ერთი წელი უკვე დიდი სხვაობაა, რომ ბავშვი უკვე იყოს მობილიზებული გაკვეთილზე საჯდომად და სწავლისთვის. Ia ბავშვების, რომელიც შეიძლება 5 წლიდანაც მიიყავოს, მაგრამ სასურველია, რომ ყველა მშობელმა იფიქროს თავისი შვილის შესაძლებლობაზე და ბავშვი მიიყავოს 6 წლის ასაკში. და რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ამ ერთ წელს? უარყოფითი უფრო ნაკლებად ეჩვევა სკოლის რეჟიმს. დადებითი კიდე არის შემთხვევები, რომ დიდხანს გრძელდება ჩართულობის და აქტიურობის პერიოდი, ზოგისთვის ძალიან ჩქარა მთავრდება. ეს ინდივიდუალურია. განსხვავება ის არის, რომ 1 წლისა, 7 წლისა, 1 წლით დიდი, 7 წლისა 6 წელთან შედარებით რამდენიმე წელი გაზრდებს ადამიანს. მით უმეტეს ბიჭს. ეს ბიჭები დიდები რო არიან, უფრო ისინი არიან რა ვთქვა. მოდით 7 წლიდან უფრო განვითარებული და დასრულია. და ამ ერთ წელში რა განსხვავებაა ასწავლეს ბავშვი მივა 5 წლისა თუ 6 წლის? საკითხი ემატება და აზროვნებას მეტყვი.